ეხლა წავიდეთ იქითკენ თუ რა ეწოდებოდა მე იმაში რო ვთქვი, რა ქვია, ლაივში რო ვთქვი, გეტყვი და აგესით მეთქი თუ რა ქვია იმ წიგნს, რომლითაც ასწავლიდნენ ჯერ 12 მოსწავლეს, ბოდიში მოციქულს, ну მოსწავლეა პრინციპში და მე იმათმა როგორ განავრცეს სხვებთან ეს ყველაფერი. Ყველა საინტერესო ის არის ჩემო მეგობრებო, რომ ამ წიგნს თავად ერქვა, მოდი ნახეთ რა წერია. დიდახე. დედა. მეგრელები რამდენი ხართ აბა? დედამშობა? ხო, არა. არა. Дедахе. Ახლოს გეხართ, მაგრამ учение Господа переданы народам через 12 апостолов. ეს აი როგორ იწერება ეს ბერძნული. რა? დედა ზის. არა. ეხლა მოდი ასე გეტყვით. თუ მანდილოსანი არის მე ჩემი შვილია ხა სიტყვას, ხო? და ქვია ქრისტინა. მეგრელმა რო დაუძახოს ისე რა ქვია, ხო? ქრისტინა თორთხე. ანუ მე თორდია ვარ. თორთხეს ლეზახია. ანუ თორდიაშვილი ხარ. დედისაგან ითქმის, არა მამისაგან. გამიგეთ? გვარი როგორც არის იმის მიხედვით. ბოდიში მეგერა დედამისი თუ არის კვარაცხელია, მაგრამ კვარაცხელ ხე უნდა თქვა. თუ თორდია არის დედა, თორთხე უნდა თქვა. ხე ემატება. ხე არის იგივე ხა, ხუ და ხი არის შობას ნიშნავს. გესმით როგორ არის? ანუ დედის დამშობს ქვია. დედის გვარიულობას გეუბნებ, არა მამისას. ნახეთ როგორ სადგეურები, როგორ ზურიებაიციანის. გაიგე? ეს სხვადასხვის მასის კიდე ისე იყო, ვეფხისტყაოსანი მესტან დარეჯანის ძეთ იწერებოდა, ხო გასულებ დროს, ხო? ანუ ეხლა ეს რას გეუბნება, რომ დიდახე დედის მხრიდან გეუბნება და სად არისო შენი დედა? ელემენტარულად ისე რა უნდა გაიგესო, რა ენაზე დაიწერა ეს. ეს წერია წმინდა პროტოქართულად, მეგრულად. დიდახე დედის გვარიდან მოდიო, დედის დამშობიდან ვარ, კოლხეთის დამშობი ვარ. აი ამ წიგნით, რომელსაც დიდახე ერქვა იმ დროს, ამით განისწავლა 12 მოწაბე შემოგარგებო და მერე 12 მოწაბე ასწავლა 72 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მამა ხომთავარია. არა. დედა იყო იმ დროსაც ეს ყველაფერი, რაც იბან წესია ის ყველაფერი ჩვენგან არის გადატანილი. და ეს რა ქვია, გადატანილი. ბერძნებსაც კიდე ისე ეს ყველაფერი. საჯიხეს რომ აღნებია მე დედა ჩემს გვერდზე. თავარი მამა არის. მამა არის სულ სხვა სტანდარტი, როდესაც შენ ამბობ რომ ვისი ხა გეტყვით ახლა სუფრაზე ვზივარ ისა დედა რა შუაში ეხლა ეწამე თუ კითხოს მას კითხვა ბოლოში მომეცით ხო იმიტომ რომ გამიჭიმება რომ სუფრაზე გეტყვით ბარეგამ გაქცევ სუფრაზე ვზივარ და მამა მომიზის წინ ხო და ნუ იქ თქვი ისე რომ მშობლების ღერძობა იყო და მე ვთქვი მაშინ სიტყვიდან გამომდინარე მეთქი ვამბობ სიტყვიდან პოტენციურად სიტყვიდან გამომდინარე ნამდვილ მშობელს გაუმარჯოს და დედას გაუმარჯოს მეთქი. ეხლა ეს მამა მომიწყდა და მეუბნება კაცო მშობელი დედა არ არისო, მამა არის. კაცო ვიცი მე ვთქვა ბიბლიაში როგორ წერია, მაგრამ მე ხომ თქვი წინასა პოტენციურ და სიტყვიდან გამომდინარე გეუბნები ნაღდი მშობელი არის დედა თქვა. ის არის შექმნილი. არა, ეხლა აი ეს ერთი ამბავი. გამიგეთ? ეხლა შორს წავა და თუ რამე გიდა დამიწერე და ბოლოში გაქცევ პასუხს. ეხლა ნუ გავიგეთ, აი ეს არის დიდახე, ანუ ეს არის ის წიგნი, საიდანაც მოვიდა, ნუ კოლხეთიდან რა თქმა უნდა, სადაც ეფუთი დაიწერა თავის დროს 4000 საუკუნის უკან. შემდეგ თანამედროვე, ანუ პირველ საუკუნეს აქეთ გახდა ეს დიდახე, ნუ მიმანიშნებელი ყოფილიყო საიდან მოდის ეს ძირი და იმით ისწავლებოდა შემდეგ 12 მოწაფე და შემდეგ სხვა დანარჩენიც. ეს არის ისტორიის, რა ქვია, გადამალვა არის ინფორმაციის, ასეთი მე ბევრი გითხარი თქვენ. ჩემი ლექციებიდან გამომდინარე და იგივეს გეტყვით ახლა კიდე დაგანახებთ. აი შოთას რო უწერია ვით მარგარიტი, ობორი ხელი ხელს აგურბანები. ოვე და ლექსად გართონ საქმე ქენ, საჭუჭმანები ხო არის? მოდი პირდაპირ გავაკეთებ რო არ ვიცვალოთ. ვით მარგარიტი, ობოლი და რატო არის ობოლი მარგარიტი, აი ეს ვერ გავიგე. ვერანაირი ტექნოლოგიის ზადარადი მიუარელი 1000-ნაირი მით, მაგრამ ბესმეცნიერულად, არამეცნიერულად ვერანაირი სტად ვერ გავიგე, რატომ უნდა ყოფილიყო მარგალიტი ობოლი შეიძლება ოქრო იყოს ობოლი რაღაცა სიტყვა რო ვქვა მაგალითად მაგრამ აი ეს სიტყვაში რომ მარგალიზის და ეხა კიდე ვიტყვით მე მგონი ჩემ მეგობრებმა კარგად მე არ ვამბობ ხა კონკრეტულად იმ მეგაზე რომელიც სამაგეროში ხო? ხო ვიცით ეს ჩვენ ხო? ეს არის დამგრეულ პოზიციაში ვიცი ეს არის რანგი ადამიანისა. ჯერ უნდა მოხვედი მარგალში
უნდა გახდე დამკვირვებელი, მერე უნდა გახდე ქართველი, რანგით უფრო მაღალი და კიდევ უფრო მაღალია ებრაელი. ეხლა არ მიხდია მანამ. კიდევ უფრო მაღალია ებრაელი. მაგრამ არა ის ებრაელი, როგორც ეხლა არის. გამიგეთ? ანუ იბერაელი იგივე. ებრაელი არის იგივე იბერაელი. აი ეს მარგალი აი ეს პირდაპირ ჩანს, იმან დაამატა, შოთამ დაამატა ეს ტი, სხვათაშორის ტი რო იცოდეთ ერთი ინფორმაცია კიდე მაგრამ ეგვიპტეში იყო ტიტული, ფარაონების ტიტული. საიდან და როგორ ეს ისტორიკოსებს გვაქვს. ეხლა ეს არის გასაიდუმლოების ისტორია, მაგრამ შემდეგ არც კი იციან, მეგრებმაც არ იციან. მარგალიტი საერთოდ ზღვაზე რომ მოიპოვა ხო იცით? ძალიან ძნელად მოსაპოვებელი იყო მაშინ და აი ხელი-ხელ საგოგმანებიო რო წერს, ხელი-ხელ საგოგმანი რატო ზღვიდან ამოყოდა და 1-20-30 კაცი იდგა წკრივში, ხელიდან ხელში გადასცემდნენ, გამიგე და მე ბოლოს მიდიოდა თავის ადგილას ეს პრინციპში. საქმე თქვენ საჭუჭმანები, აბა რაღაც დღესაც ვერ დაუგია ვინ არის და ვარდკიცდება დღესაც კიდე იყო მომენტი როცა სტალინთან მივიდნენ და იუდებიან ბატონო იოსებ ბესარიოვიჩი ეს სომხები ამბობენ რომ ის არის კაცო სომხების დაწერილი არის და სტალინმა უპასუხა კი მაგრამ იყო მეცნიერებათა აკადემია არ არისო? ვერ დამტკიცეს რომ ქართულიაო? და დღესაც ოფიციალურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას არ არის დამტკიცებული ჩვენ კი ვიზახით მაგრამ ოფიციალურად არ არის ჯერეთი და შემამაწყონებულო ასეთი ტიტანი რო გავია ხელში წაი იუნესკოში და განამტკიცე შენი საბუთებით მე შენი კულტურული მემკვიდრეობა არის და შენ ხარ ამის პატრონი და არავინ არ აკეთებს. რატო არ აკეთებს? ჭეჭმანობე? ჭეჭმანობე. ხო, დღესაც არის ის ხო იმას ვამბობ რომ მარგალიტის შემგროვებას დღესაც არავინ არის იგორისა ვიცი. მარგალიტის მომპოვებას და შემგროვებას მირგატიებია. მირგატიების გვარი ხარ დღესაც არ იციან რა ასიშებს. ეხლა მე მოვიყვანა გიორგი მაისურაძის წიგნიდან ტექსტ უტეხის სული საქართველოს. მე კაცობრიობის პირველ დაწყებითი მოდგმა სათაურით ეს. ესე იგი მეცნიერები იბერიელებს პირველ დაწყებით მოდგმას უწოდებენ. დაგვიდით პირველ დაწყებით მოდგმას. ვარაუდობენ რომ მათ თავიდან ერთიანი ენა ჰქონდათ. ეს იყო პროტო-ქართული, პროტო-იბერიული ქართული წინამორბედი ენა, ფუძე ენა, კაცობრიობის უძველესი ენა. ამ ენაზე ლაპარაკობდა მთელი ცივილიზებული კაცობრიობა. შემდეგ მოხდა პროტო-ქართული მოდმისა და მათი ფუძის ენის დაშლა და სხვა ენების წარმოქმნა. მაისურაძე. ეხლა კიდე გეტყვით, ბარეგამ ეხლა დავიწყებ იმას საფაზე იქით განახებ ზოგია. რატო ხდება და რატო არ უნდათ რაღაცნაირად მივხვდებით მგონია. ეხლა ეს როგორ ფიქრობთ, იცნობთ ყველა, ხო? შოთა რუსთაველის თავის ფიგურა. მაგრამ, შემოგარგება. ეს იქნა სამეგრელოში აღმოჩენილი 1927 წელს და თქვენ წარმოიდგინეთ საოცრებენ ხარ რაშია. ეს ადამიანი როცა თოხლიდა ყანაში და მაშინ მოხდა ამის იმას, მაგრამ ეს აღმოჩნდა შემოგარგებო არა თიხის, არა კერამიკის, არა ლითონის და კიდე რა ვქნა, ბრინჯაოს, ხო? ეს აღმოჩნდა შუშის. წარმოიდგინეთ შუშის, მაგრამ ეს აღმოჩნდა 1927 წელს, მაგრამ როდიდელი გაკეთებული იყო ვინ იცის, ხო? მაგრამ ეხლა ნახეთ რა მოხდა. ეს წამოიღეს თბილისში, პრინციპში აღწერია. ზუგდიდში ღვინის დროს ნაპოვნი შუშის ქანდაკების თავი გამოფენილი იყო 1927 წელს თბილისში შოთა რუსთაველის იუბილეის დღეებში და დაიკარგა. ექსპონატი დათარიღებულია მე-13-13 საუკუნეებით. ასეთი მე ხა არქეოლოგიაში რო ჩავეძიე, ერთი 10 წლის უკან, ხო? ერთი 2 წელიწადი ძალიან ვიშკიგნებოდი ამ არქეოლოგიაში. რასაც კი მივაგნები, ხო, რაღაც სენსაციური რაღაც ისეთი აღმოჩენა, ხო? ესე იგი, ან იმ პალატკა სადაც იდგა, ან იმ ღამეს იკარგებოდა, ან მეორე-მესამე დღეს იკარგებოდა, ან თბილისში მოდიოდა და მე ეკრებოდა. და მთავარი აქ რა აწერია? მეფე გიორგის მოყმე, მე ვაირახტრე.
და ამირეჯიბ ამირახორი შოთა იოანე ვარდანის ძე დადიანი 1174-1180 წლები. დედა ყავდა ჯაყელიო კიდე ისორი ძაფერი. კი ბატონო, არის ესეთი ვერსიაც. აგერ არის. შოთა იოანე ვარდანის ძე დადიანი, შოთა იოანე კათოლიკოს პატრიარქი 1206-1208 წლები. თქვენ წარმოგიდგენთ რომ შოთა რუსთაველი იყო კათოლიკოს პატრიარქი და ეს დამალული და დამალულია დღემდე. არადა წარმოგიდგენთ ხა რამხელა ძალა უნდა ყოფილიყო მისი მოწინააღმდეგე რომ ეს შემდეგ კათოლიკოსობიდან გადააყენეს და ანათემას გადასცეს და რომელიც შემდეგ აიძულეს ადამიანი და გადაიხვეწა მე 900 კეიცით ისრაელში, ხო? ეხლა გადავიდეთ უმთავრეს ნაწილზე კიდე ბოლოში, იმიტომ რომ მე მიჩემია მე 1 საათი დაგეთოთ თქვენ ჩვენს ურთიერთობას, ხო? აქ რაღაც წერილი შემოვიდა, თუ ვინმე გააგზავნეთ წერილები, დამიწერეთ და მე შევაგროვებ და გიპასუხებ. ესე იგი, ჩვენი ისტორია, აი მე თქვენ გახსოვთ თუ რომელი მასში იყო ვიდეოში არ მახსოვს, ხა სათაურები ძალიან ბევრი მქონდა. მე თქვენ განახეთ ესეთი რაღაცა, რომ აი სვეტიცხოველში რო არის ხატი. ანუ ქვემოთ არის ხე, პრინციპში ეს ხე არის გადაჭრილი, ქვემოთ არის სიდონია და ზემოთ არის მე კუბი გამოთვლილი უკვე გამოთვლილი და მე არის ქრისტეს ხატება და ეს ყოვიც რომ ბარას საქართველოს დიდი. და ამაზე მე ხო გავაკეთე მახული. იმიტომ რომ აი იმაზე მქონდა ეს ვიდეო გეტყობა არ ვინახიათ ეს და. ესე იგი, რაზე მალოციე მე შენ? მე შენ ფესვები მომიჭერი, ხე გადამიჭერი. მე ეს ხე გათალე გამოთალე. გამიგედა, დგას სარილა სვეტი, უგულო, usуло, უფოთლო. ბოძი. გამოთვლილი ბოძი. ანუ არა ინფორმაცია რა ვარაგისებ. გამიგე? და ძირი მოჭრილია პრინციპში და მე ამაზე დამეკეს ქრისტეს ხატი და ამაზე გავუწევდნენ დღეს კიდე. ანუ მე შენ ინფორმაცია წამართი, გადამიჭერი. ფესვები მომიჭერი, გამიგე? მე გააშალაშინე, გამოშალაშინე შეჭკუაზე რაღაცა დაამიგი ჰაერში და ეს არის შენი პრინციპი მეუბნები პრინციპში. ანუ ტყუილი ინფორმაცია მომაწოდე, მე შენ მეუბნები ტყუის და აი ამ ტყუილზე ეს ყველაფერი აგებული. მე მილიონ წელს შემიძლია დავამტკიცო ნებისმიერი მეცნიერის წინაშე მსოფლიოში რამის არ არის მნიშვნელობა რომ ქართული ანბანი აი თუ გინდათ ეს ანბანი არის უნიკალური თავისი მონაცემებით თავისი ასოთა პოზიციებით ყველანაირად აბსოლუტურად რაც გინდა როგორც გინდა ჰემატრიული არახემატრიული ჯერ ერთი ის უნდა ვიფიქროთ ერთ კითხვას დავსვამ მე ვიფიქრე ვინ აიძულა ვინაიდან ანბანს შევერთ ვინ აიძულა იაკობ გოგებაშვილი რომ 40 ანბანი 33-მდე დასული დამინდარეს დით? რატო გვიკვეცა? პირიქით უნდა ვიამაყოთ, ხო? მეორე ასრულებო. ეხლა რო თქვა, მაშინ კიდე მასონები იყვნენ ბატონო და ეზამეთ კიდე 33 და სპეციალურად დაიყვანეს, იმიტომ რომ 33 არის მათი მისტიური, ანუ ბოლო პიკი მათი არის 33 გრადუსი კიდე არ არსებობს, გამიგეთ? აი 33-ია ბევრი რამ აწყობი და ჩვენ კიდე შეგვიქცეს და დაგვტოვეს 33-ზე. ეხლა მოვედით ამ ამბანზე მაგრამ სანამ ხედულზე გადმოვიდოთ, სანამ ხედული ამბანი ხო ვიცი? მანამდე ამის წინარეში მინდა მე გადაგიყვანოთ და განახოთ კიდე ერთი ისიც ურია ხო არის ბატონო? ვინ? არა. სულაც არა იყო აუცილებელი იყო ურია, გეტყვიან და გააკეთებიდი. როგორც მასულობის. აი ნახეთ ახლა როგორ ხდებოდა ინფორმაციის გადამალვა, რომელიც დღესაც არ არის ცნობილი მასებისათვის. ახლა როგორ დავაკეთე პირიქით თუ ერთ-ერთ ამბავს ვეკითხე ხა რა იყო მე ხედავ ხო შორს ვინცის ბოლოში ხედავ აწერია მარგალოვანი ბატონო რა აწერია მარგალოვანი ვერ ხედავ იმიტომ 70-ში გინდა ამას წერია მარგალოვანი პრინციპში ირაკლი ამ თეატრის ბორჩალკოვის არაფერი მეტი არა მგონი ამოაგდე მეორეა დარჩა რა მრგლოვანი ამბაზი. რომელსაც ახიან მრგლოვან ამბაზს? მომგვალებული, ხო? რომელსაც ახიან? ანუ დაყოლის პრინციპით გაახრა ინფორმაცია, აი ეს არის იგივე ხეს რომ მოჭი ფესვეს მოაჭი და გაშალაშინებს შენ რაც გინდა, ისეთ გაშალაშინებს დაგაკარგო ხეს და იმაზე ის არის შენი ყვები იმაზე გადაცია. აი ეს არის დაყოლის პრინციპი. მრგლოვანი ახლა ვინ შედავე მართლა მრგლოვანია ასომთავრული ხო? მარტო ეს სამკუთხედები ეს გეომეტრიული ფიგურებია და მორჩა ხო? მრგლოვანია. მაგრამ აი ძირითადი ინფორმაცია სად არის? დააფლეს
და შემოგჩაეს. ეს ამას აკაკი შაინძესაც აქვს დაწერილი, მიხაკო წერეთელს და კიდია მესაე რომელიღაცას ჯერ ვერ მივაგებთ. ამაზე ინფორმაცია თუ როგორ შეიტაცა ეს ყველაფერი. ეხლა ბარეგამ ჩვენ მოვედით ხედრულ ამბანამდე და ეხლა კიდე გეტყვით სენსაციური ინფორმაციას, რომელიც დედამიწის ზურზე ვინც უნდა დაიკნახოს 12 ამბანი ხვანი კაც ოფიციალურად ადგეს ნებისმიერ წარმომადგენელ თავთავისი ამბანის და გამიკეთოს ეხლა ის, რასაც მე ვაკეთებ. გავაკეთებ ეხლა ამ დაბას. ანუ ჩვენ ნუ აი 33 ესა გვაქვს, 100 ამბა ვერა გვაქვს, ხო? მაგრამ ხმოვანი რამდენი გვაქვს? 5. კი ბატონო. ეხლა მე ისეთ ფოკუს არ ვიკაცო ისეთ მანიორს გავაკეთებ, რომელიც დედამიწის ზურზე ვერავინ ვერ გააკეთებს ისეთ რაღაც. ეს 5 ხმოვანი ადგნენ ჩვენი წინაპრები და ჩაადგეს ერთ ასურგერაში. ისე მხედროს. ეხლა მე შევეცდები დიდად დავწეროს პრობლემა. 15. რასოა? უას. არის? ი არის? არის? ო არის? არის ხო? თავად ხო? აი ამას ეხლა 5 ხმოვანი, ხო? 5 ხმოვანი. ვის რამდენი ხმოვანია, როგორც გინდა, თავდაყირა ადამიანი, გინდა წამოწვენი, გინდა სამხრეთში დაგეხადო, გინდა ზედღეთში როგორც და არ მინდა კაცო უასოში. ნებისმიერ ასოში ჩადისვა. რატომ უასოში? ამას თავისისა ეხლა მე უნდა გავშალო ისე ეკანი, მაგრამ რომ ფილმს რომ დავამზადებ, უკეთესად გავაკეთებ და განახებ ყველაფერს. სხვადასხვა ეს არის ჩემო კარგებო 22 ასო. ეს არის 22 დეკემბერი. ესე იგი, ეს არის 22 მე-12 თვე, ხო მეცაი დავწერო. 22 მე-12 თვე და არის 2025, ხო? ნუ 22-ია. ეს არის მე-4, ეს არის ჯამში 3-ია და ეს ჯამში არის 9. ეხლა ეს პლანი რომელიც 9 გინდა მილიონი წლიანი რო დავწერო, აზრი არა. ნულის ლობასი. ეს ესეთი ფოკუსნიკია წლიანი რო, ეს შეიძლება ასაცატო. გამიგეთ? დარჩა ხელში 53. აი მისტერია რაშიც არის ახლა იცით? მე არ მინდა ხარ ვიფიშო ხატები და რაღაცები არ არის საჭირო. რომ მithres აქედან აქამდე ბატონო დავით რომელიც გაწყვეტ დღეს დღევანდელი დღე ვიფიქრე შაბათი კვირა მეთქი შაბათი კვირა ზოგი მადლოსან წარსაბია ზოგი ასე ზოგი ხალი ზოგი კაცი მოდი იმას გავაკეთებ მეთქი სამუშაო დღეს მე იქით დაკრიტული იყო მაშინ იყოს მეთქი 22 არც ის მახსოვდა 22 დეკემბერი მაშინ აქ რა მოხდა იმ დროს ეს გავაწყვეტე სავალ ერთ-ერთი სულ იმ 1994 წლის 22 დეკემბრიდან დღემდე გასულია 34 წელიწადი. აი ეს არის ის ზეგარდმო არსნის სული თავ გარდატეხეთ რომ მიდოს ყველაფერია, გამიგეთ? გარდატეხეთ ზეგარდმო არსნის სული, რა ზემო შეიკრობა ის არის უქმებოდა, რასაც შეგარდეთები შეიკრობა საშუალო, გამიგეთ? ანუ გარდიხდება ყველაფერი. ვერტიკალურად ასე არ ხდება, პარალელურად არ წარაფერი დედამიწის სული. ის როგორ საგესებულია ყველაფერი ის. აი საერთოდ მისტიკა, თუ რატო და მე იმას მე განახეთ რა ქვია ვიდეოს რომ დავაკეთებ ეთესა და ნუ აი ესეთი მისტიკები ხდება საერთოდ და მე მივაგენი ერთ-ერთ პიროვნებას ზუგდიდში ესე იგი აი მეგრელები რო გაიგონებენ გაუკვირდება დღესაც კიდე მეგრელებს დღეს გონიათ რომ ჯანსულო არის მაგათი სიმღერა და რაღაცა მივაგენი ამის პატრონს ეს ყოფილა ნუ სასწავლი პიროვნება ერთ დროს დიდი ხნის გადაცვლილია, ყველაფერს ჯავახიშვილი და მათი პერიოდელი ის იყო ისტორიკოსი და არა მარტო ისტორიკოსი, სხვადასხვა და ჯერ არ ვიტყვი მაკაცის სახელდაგვარს, მაგაზე წიგნს ამაქვს მე გამოსაცემი. მას დაუწერია ეს რანაირად ახლა ვიღაცას უთხოვნია, ცოტა ის ენა ქონია, პრიმატიანა, გამიგეთ? და უთხოვნია რომ აი ხო რევიზიას ელოდებიან რაღაც საწარმოში. რაღაც ვერ აქვს თქო, კარგად საქმეო და რევიზია არ გავუკეთებ ხო? რაღაც მაგათი გულის მოსაგებად რაღაც ისეთი სახუმარ უნდა დაეწერა, დააწერა, მაგრამ ცოტა იქ ცოტა ცემია ტექსტი, მაგრამ ის არ ჩანს.
დაუწერია ეს ახუმარო, რასაც ასაგდების სიმღერა გამიგე და ეხლა ეს მეგლებს უწერია იმას რა ქვია, გულზე აკერია ჯამსო რა არის ბიჭო ეს არის გასაშარჟებელისა გამიგე რაღაც. მაგის პატრონის ვიც არის ვის დაწერა ყველაფერი და აი ამის შვილიშვილის მეუღლესთან მომიხდა მე საუბარი და 2 საათიანის უნდა კიდე კაი რომ ჩავიწერე ყველაფერი ერთად. ეხლა მე რომ მოგასმენიოთ რა აზია გაზიარაკ ეხლა იმიტომ რომ იქ მეგრულია თარგმანი ვერ მომასწარი და მე გადავთარგმნი და იმას. ესე იგი რა ყველაზე მეტი საინტერესო რა იყო ეხლა იქ. რომელიც მეც მქონდა გაგონილი, მაგრამ არ ვიცოდი საიდან მოდიოდა. ახლა ჭორებს მე არ ვიმეორებ საერთოდ. თუ რაღაცა უნდა მოვიძიო ის ბოლომდე. ესე იგი, იქ ახსენებს იქ აფხაზეთის ესკალბატონი რომ აფხაზეთის უშიშროების უფროსი ყოფილა ესენი ახლობლები რაღაცა და ერთ-ერთ საუბარში მოუყვა კი არა ესეულებოდა რაღაც მეგრულ ძველი რაღაც იმას ფემილი მოერიაო თურმე. ხო და აქეთ რა მითხრაო ახლა შენ რატომ გიკვირსო მე ეს უნდა აქეთ მითხრაო სასწაული რამ გული ზაქარაი ახლა ბიჭებმა იციან ისიც ზუგდიდში უშიშროების უფროსი იყო ის და ეს აფხაზეთის უშიშროების წარმომადგენელი გაუშვიათ აფრიკაში დაზვერვაზე გაუშვიათ აგენტებად გაუშვიათ სადაც მაგრამ ეს როგორ არის ხა იმათმა არც ერთმა არ უნდა იცოდე რა საქმეზე მიდიან ну პრინციპი აქვს ამასეთი გამიგედა ერთი არის თუნდაც იმის ფეხსაცმლის წვენდავი და მეორე მოვიდეს და აქ უნდა გაიწმინდოს ფეხსაცმელი რომ იცნო დაინახა ეს კაცი მაგრამ არა აქვს უფლება რომ დაელაპარაკოს იმიტომ თუ მესამე პერი კიდე მოდის ხო გამიგედა ყარაშიასამე და არ შეიძლება დალაპარაკება რომ გაუხარდა მაგრამ იმდენად წაგზულიაო სულიო რომ ერთმანეთთან იმდენი სიახლოვე გქონდაო რომ გავიარეთო სადაც ერთი 30-40 მეტრო გავიარეთო ერთად დავარღვიეთო პროტოკოლი მივდივართო და ვიღაცა ოთმა ზანგმა აგვიარაო ჯურასა ესე რომ ლაპარაკობ მიკითხე ვაყარი მეგრული სიტყვა რაღაცა ისეთი ეს გადარებულები სიტყვაზე ვთქვა რა სამბობო ესე ჩვენ რაზე გამიგე მეგრულად ჩადიან ჩაილაპარაკეს მეგრულად თურმე მაგრამ ეხლა მაგინი არ შეიძლება ჯერ ისმა დარღვეულია ერთმანეთთან რო დადიან გვერდიგვერდ და მე ხა რომ მიიყვიდა რომ გამოგიტყვეს თქვა არ შეიძლება და ნუ მაგრამ რო ჩამოვიდნენ ეს უნდა დაეწერა ხო უნდა შეადგინო ჩააბარ რაკენ და როგორ კი ბატონო მოგვივიდა ასეთი აღლიში შევხვდით ერთმანეთს და სუმა წავძლია და ამდენი მეტრა კონკრეტულად უნდა დაგეწერა ამდენი მეტრა დაიარა და მოხდა ასეთი რაღაცა ოთმა ზანგმა აგვიარა და რაღაცა ასე ამბობდნენ ამაზე ხელი მოვაწერიოსო გელოს ეძახნენ საქმეს დაკეცაო კაცმა შედო სეიფში და ნისლო აბეტა всё ეს მე ადრეც გამიგონია მე არ ვიცოდი წყარო საიდან ვინ იყო პირველი ხა პირველები ვიცი და მე გადავთარგმნი მე მოგასმენიეთ მაგას ხოლო ათე საკითხების გურშენდი აფხაზეთში უშიშროება შუნჩაში თარაშ ველქანია თინა ახლობელი ჩკინდო ade თარაშკმა მიყუდ რაგად ათეშ გურშენ და ქელაძიცინაზე უშიშროება შუნჩაში დიგოჟდო ასე არტის გიცინქიება მიწო ხოიჩკუნიაო სია მუდეფია ზანგეფია ჩკინ ხალყრენია ვამიწო სოვრეშე მაგაზე გვალი ეზმა ამჩკუდუ და სოვრეშევა და ინას ვორდი თია აფრიკაში ნამდგარი ქიანას ოდო ათაკია შემთხვევით ასე უშიშროებას მას სხვა ფუნქცია მიღუდვა და გულზაქარაი ახოლე ოფეთა გულირ სხვა ფუნქციად მაგრამ თენება ართიან დო ართიან ქოძირანი ელულუანიო ვითო მუცნობეფრენა მაგრამ თეშ მაფუდუა ჩქიმ კოჩ მონატრებულიანამ და ათაკ თენაშა ველმალუა მუთუნითია და თესხელიო თაშია და იბჩიებუთიან თენახოლე ტანმორჩილ კოჩირ გულხოლე ჭიჭერთ ხო ჭიჭე კოჩირდუ და ათაკია მდგარე მაღალი ყილოჭკურა კოჩეფკიმულანია ვოი ზანგები ოდო ათეჩკი ათე გვალი ზუსტას ათე სიტყვათკით სია ათე კემჭიჭეფკია სონე მორტუა ჩკინინაშა იჩემნანია ვათქვისია და ქეკოჯინითია თენებს ასეჩკი და მუჟამ ქუმოვკიტი ასეჩკინ ვეშილებედუანა და პუბლიკო ამზედაჩი ჩხოროთაი მიჯინედეს იათევრე ოდო მაჩკი ადგილშა ქუმოვკია და ქოპტკიანამ და ახლობელი ძირდო ვამათმინებუ იქ მუშ ადგილშა ქიმერთუა და თიმ დღარშე უგუჩკი სხვადასხვა ადგილებშა გუმანაწილესია და უკუჩკი ართიან ვამძილნანია მაგრამ ათეჩგურა შემთხვევა დუა ვამიწუ და უშიშროებასი ათე მასალეფიავა იფრელ უღუნანია ვამიწუთი ჩკი ათეშა ჩკი მიღუდესია წვდომავატკუდო თენა მუთუვარენია გასაკვირია ვამიწუ მუჩო მარგალიფშე მოუცია მთელ კაცობრიობავა თეს ვაკონია
ვინა ჩიებავა მიწუთ ეგ და ათეშნერ მუდგარენ და ბრელ მუდგარენ მოინტერესო კომოჭა ხოი არ ალბათ ნამო მოსკოვს ისტორიას როგორ ვანდი ლექტორ ვორდია ის ხომადო მათე მოდა ლექცია ბოლოსია ლექციას ბოლოსია ირო მუშმოთანდი ათე კოლხურ ცივილიზაციას მოდას მუშმოთანდი თემაზა ხუთი წუთიან ბოლოს მონთანა კიმურტუნია რექტორ შაკუჩილიანია თეადო კომზახუნია რექტორ გედო მებდინია პრიაზე ნუ მიქმერჯვაზინე ბავადაშია მირაგადუნია და ხოიოს როჩო დირექტორი დავა კამპატანოვა თეკენაში ორიგემა წარმოშობილია და მიჩვენია ჩქიმ ისტორია სატრე ჩაფალია და უჩუდასია საზოგადო გუის მიქმერჯვა და უჩუდაა ჩქიგირო ჭალათია განია დაჟდეჟ და ადაც კიდევ გიოხეკდესია და თქვა მიგისკენია თქვა ისტორია მიზუა მავა კომოჯ პუნზია მუდავა ქორტუა ოდო ახალში უღლები ვორდითიავან თიჭმა ირო დამურხუნდვა ტვინს და ყაიხე და დემეთხი ვაბრაგადუდია და მაგ ბოიები მაგაიდე მეინტერესოა ზანდა ნაჟიმი მირაგადუდვა და ქებშაპტი არქივშადო გიმოჯინია და მასებს და მიწვას დელსუ დირექტორ თქვა ისტორია გორჩკინანია ვაი სოფლიოს დოთირანტია თირან სამარგაე სოფლიო ოდო მონწყმას ვიუდია არცაიგო სულდო ასე ორორდუო და ხომ ქოსთან ათე ხაი რუსეთის ზუბიჩკუნო საბერძნეთის სოფლიოს ისრაელ ვატიკანს ზუნია ხო სასავე ო ვატიკანის ნახო სოვა ვირდი ხაზო მარა ასე მუნერ სიტუაციას ვორეჩკინ ო გასაიდუმლებული ასე მუშენ და ქრისტე მეჭარილი მუჭო ურიარენთეშ ურია მიდამღეს ურია ეფუთ მიდამღეს ეფუთ გეგნომ ჭარეს მუჭკუაშა მუშყაიდაშა მე არ ვიცი სინამდვილეში რომელი აფრიკის ქვეყანა იყო მაგ თუმცა მე ხა იქ ბერბერებიც არის სადღაც თუ გამოჩნდა ხა არ მახსოვს ზუსტად აქ სადღაც არის ბერბერი კიდე ქვემოთ აგერ სად არის აი მას ხედავთ ბერბერა როა წერია აქაც იქნა აღმოჩენილი უძველეს ქვევრები ზუსტად ის ქვევრები რაც ჩვენდა გვაქვს მეტი არცა სოფლიოში ერთი აღმოჩნდა აქ ჩვენთან და მეორე აგერ ისა ოღონდ ძალიან დიდი ქვევრები ბერი თანაც აწერია ბერი ამიგე ალჟირის მეგრულია არა ეხა ნუ გადავათ ეხა იმაში აი ეს არის ჩემი მეგობრებო ეხა მე ძირითადად სათქმელზე უფრო მეტი მე თქვენთან შეხვედრა მინდოდა იმიტომ რომ უფრო მეტად ვიცოდი რომ ხალხს სიახლოვე და შეხვედრა უნდა ჩვენთან და კორონას შემდეგ მანამდე კორონამდე აგერ სისტემი იყო ერთი სამჯერ კი არის ჩემთან მოსული ხო ხო და სტაჟიანი ხარ სტაჟიანი ხო და კიდე არის მეორეჯერ მესამეჯერ რომელია მოსული ნუ გიორგი და ეს ვიცი ხო ვა შენ ხო კიდე სტაჟიანი ხარ ხო მედი ძველი მეგობრებიდან ნუ პრინციპში ახლები ხარ ხო და კორონა რო დაიწყო იმის შემდეგ ბუნებრივია ეს კი არა ყველაფერი დაგადილი იყო საქართველოში და მე ვერც წამოვიდოდი მაგრამ რო გახსნეს მე კიდე ერთი წელი დავაპაუზე იმიტომ აზრი არ აქვს მითი ჩამოსვლას მეთქი მაგრამ ეხლა რო არ წამოსულიყო არ შემეძლო სულმა წამძლია თქვენი ნახვამდო და მე მგონი ალბათ თქვენს შეხვედრა კარგი იქნებოდა მე ბოლოს სურათები გადავიღოთ ერთობლივ და ასე შემდეგ ეხლა თუ იმის კითხვები გაქვთ შემიძლია ასეც უპასუხო თუ გინდა მე იმით რა ქვია ხო შეიძლება ბატონო ამარტივად გიორგი ეჭო 3-4 წლის წინ მოვაწყევდი მერაკოსტავას ეზოში ბატონ გიორგი კერვალიშვილთან გიორგი ძალიან ხო აქ ამბავის ისტორიის და კითხვა თუ გარდეს დასვა კი ბატონო ამოვიდა ნაზი ვიღაც მეცნიერია ხო და მიტყრობიო ეთიოპიიდან მოდიხარ და მე მაშინ არ ვიყავ ეს ჩახერე კვლევა დავიწყო არა და ის მაგარი სეპარატიზმის ის არ გახდეს ეს ყველაფერი ის ძალიან კარგი თუ მივიდა იმ დასმან ხო ბატონ ვანიშვილი იცახის რომ ჭოროხსი არის იყო ისაო რა ქვია დიდი კოლხეთის დედაქალაქი ძალიან ცუდი ისინი გიორგი განხილვის ის არა კითხვა თუ გაგდეს არის ხა ასეთი რა ვიცი ზანი ნანი ხო ხანიაშვილი თუ რა ის არის სერიოზულად სეპარატისტი კარმა თუ იქამ მივიდა დასმა კი ბატონო თუ ხარი და მე დამუპირისე მაგრამ რაღაცა აი აქ კითხვა ხო გისმენ დამძანდი მაშინ მე ზავდგები განსო